მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და კიდე ერთი ახალი მასშტაბი ემატება არხს, ოღონდ ჩვენ ასაწყობი მოდელები გვაქვს მაგ მასშტაბის 1.24 და ეხლა უკვე რკინის მოდელი დაემატება და თან ვიმოგზაურებთ ნახევრად იტალიაში, ნახევრად საბჭოთა კავშირში. ნახევრად საბჭოთა კავშირის პერიოდში. ხო. მოკლედ მოდელი არის ჟიგული 01 კაპეიკა. ხო ეგრე ძახნე? კი. White box-ის წარმოების 1.24 მასშტაბი. White box-ზე დიდი ინფორმაცია არ გვაქვს. და ეხლა შეგიძლია მიესალმო. მოგესალმებით. მე ფაქტიურად ბავშვობაში გადავარდი. მაგას მოყვები ეს მოდელი როგორ მოხდა ჩვენთან? კი ბატონო, საკმაოდ ისეთი ისტორია გამოგვივიდა ამ მოდელთან დაკავშირებით. თან ნამდვილი ამბავი, რაც გავლილი მაქვს კონკრეტულად მე. ხო, ეს მოყვება ძირითადად ამ მანქანაზე. კი. მოკლედ იშვიათი ფერია, თეთრი ფერის საკოლექციო 01. პრაქტიკულად ვერ იშოვით. ხო, ფიზიკურად არცად არ შევება. ჩვენ თვითონ გაოცებულები ვართ როგორ ვიშოვეთ. ეს ვიდეო ორ შაბათს უნდა დაიდოს. ხო. 8 საათზე, მაგრამ შაბათი კვირა უკვე ღამის პირველი საათი იყო. შემთხვევით მოდელებს ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი საქართველოში. და წავაწყდით რა ორივე. როგორც კი დავინახეთ თეთრი ფერის ეგრევე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან უნდა მოხვედრილიყო. ოპერატიულად ვიმუშავეთ და მოხდა. და დილითვე უკვე ჩვენ ხელში აღმოჩნდა დილის საათებში უბრალოდ ჩვენ ხელში აღმოჩნდა ეს მოდელი. და სხვათა შორის ხო, მე გადავამოწმე უცხოეთში. და პრაქტიკულად თეთრი ფერი არის შოვილი. საერთოდ. ხო, შენხოვეზებდი იქ ძალიან ბევრ არხებზე დაძვრებოდი ეგრეთ წოდებული. ხო. აი ნადირობას რო ეძახიან დაახლოებით ეგეთი რაღაცა გამოვიდა. კონკრეტულად თეთრ ფერზე გვაქვს ქონდა გართულება. ნუ ჟიგული თეთრი უნდა იყოს. ხო, ნუ მოკლედ 10,000 გამომწერზე ამაზე მაგარ მანქანას გაჩვენებთ ბევრს. და ხო, მართლა არ დამავიწყდეს 3,000-ზე ავედით და ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. კი, 3,000. YouTubers ივას გამეხმარა და ძალიან დიდი მადლობა აქ. ვიყურებთ ვიცი. კი ბატონო. ხო, სხვათა შორის კი ავედით 3,000-ზე, მაგრამ არხი გამოიწერეთ. ხო, 10,000-ზე ამაზე ბევრად მაგარ მანქანას გაჩვენეთ. კი ბატონო, დაალაიქეთ, გააზიარეთ და ასე შემდეგ. ხო, white box-ზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ინფორმაცია არ იყო. მაგრამ დეტალიზაცია არის მოდელის რაღაცა სასწაული. ხო, ესე იშლება. კი. სხვათა შორის ეს კაი რაღაცა აქ ამ white box-ის box უბრალოდ white box, ხო. white box. თეთრი ყუთი ესე ითარგმნა. მოკლედ ეს კიდე აქ ხაშეტეს, ესეთი მწარმოებელია 1.24 მასშტაბზე მაქვს ლაპარაკი. მაგრამ იმას თეთრი არ აქვს. წითელია, რა იცი. ხო, ეხლა სპეციალურად ახლო არ მოვიტან კადრთან. იმიტომ რომ აი ამას დეტალები აქვს, ნუ აი არ ვიცი რა. ცალ-ცალკე კადრებად იქნება ვიდეოში ჩასვლა. ვაი, ყიდვის პროცესში რო წავედით ამ მანქანის მოსატანად. მე და ჩემი ნათესავი და რო ვნახეთ ეს მანქანა ახლოდან, რასაც ქვია ესე. როგორც ეხლა. ხო, როგორც ხელში რომ იჭირავს, აი, ნუ არ ვიცი რა. ძალიან მაგარი რაღაცა არის. მოხსენებო. ხო, ნუ მოკლედ მე რაც ვიცი ჯერ მე ვიტყვი მაგას და მე შენ გაგრძელე შენ უფრო კარგად გეცოდინე. რა თქმა უნდა. მოკლედ როგორც ვიცი სამომხმარებლო მანქანის გაკეთება უნდათ. და ლიცენზია იყიდეს იტალიელების და ფიატის და იტალიაში რომ ჩავიდნენ ფიატ 124-ის ბაზაზეა ეს მანქანა, ხო? გაკეთებული. მოკლედ ეს ყველაფერი დაიწყო 1966 წელს.
საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო. წარმომადგენლობა საბჭოთა კავშირიდან ჩაფრინდა იტალიაში, კონკრეტულად Fiat-ში, სადაც ხელშეკრულება დაიდო, რომ საბჭოთა კავშირში უნდა აეშენებინათ ქარხანა, სადაც იწარმოებოდა იტალიური მანქანები, ანუ Fiat-ი. დაპატენტებული იქნებოდა და პირველი მოდელი აიღეს Fiat 124. მაგაზე მოაწერეს ხელშეკრულება. როგორც ვიცი, მე ტესტები ჩაუტარეს Fiat. ხო. და ვერ გაუძლო იმათ პირობებს რა. ეხლა მაგასაც ვიწვი. 66 წლიდან 70 წლამდე ქარხნები ხო შენდებოდა და პარალელურად გამოუშვეს 5 ცალი ეს ავტომობილი. რომელიც გადიოდა ტესტებს. ეს მანქანა? ხო. არაერთი 1000 კილომეტრი გაიარა სხვათა შორის ამ მანქანა რუსეთის გზებზე. და პირველივე იაღლიში იყო სავალი ნაწილები. ამ მანქანაზე? ამ მანქანაზე პირველივე იაღლიში, რომელმაც ვერ გაუძლო ფიზიკურად ამ რუსეთის ოღრო-ჩოღრო გზებს. მაშინ ასფალტი ფუფუნებად ითვლებოდა. და ვერ უძლებდა რა ფიზიკურად. ეს სავალი ნაწილები. და პირველი მოდიფიცირება განიცადა სავალმა ნაწილებმა. მოდიფიკაცია რა არის? ხო. უფრო გააძლიერეს, რომ ისულიყო ამ ეგრეთ წოდებული რუსული გზების სტანდარტებს. მიახლოებული. როგორც ვიცი, ეს უფრო მაგარი გამოვიდა. ხო და იმდენად ხარისხიანად და იმდენად დახვეწეს, რომ მანქანა გახდა უკვდავი. და ექსპორტზე უშევდნენ როგორც ვიცი. ხო. მეორე იაღლიში იყო ძრავი. რომელიც ეგ უკვე იტალიელების ბრალი არ იყო. ეს კონკრეტულად რუსეთის ბრალი იყო. ფიზიკურად ის ტექნოლოგია არ ქონდათ, რომ ზეთი, ძრავის ზეთი, რომ ამ სტანდარტებს, ეს სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, ხო? ფიზიკურად არ ქონდათ. ეგ ტექნოლოგია, რომ აქ ხარისხის ზეთს ვერ აკეთებდნენ. მაგიტომაც მოუწიათ კიდე ცალკე ქარხნის აშენება. ამ იმის ნავთობის ქარხნისა, რომელიც უკვე ესეთი მანქანების ზეთს უშვებდა. და აკმაყოფილებდა უკვე ამ მანქანას. კონკრეტულად ამ მანქანას. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ბევრი არ ვაქო და ვაძაგო. ის ძველი პერიოდი, რაც იყო გავლილია 1970 წელს გამოვიდა პირველი 01, რომელიც იყო წითელი ფერის. წითელი იყო. პირველი მოდელი იყო წითელი ფერის. აი კონვეერიდან რო ჩამოვიდა პირველი მანქანა იყო წითელი ფერის. და როგორც ვიცი, Fiat-ის ძრავი იყო. ხო. კი, Fiat-ის ძრავით იყო თავიდან, კი ბატონო. მერე უკვე 76 წელს უკვე დაიწყეს თავიანთი ძრავის გამოშვება, წარმოება. მანამდე Fiat-ის ძრავით გამოდიოდა. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად თეთრ მანქანას. რატო არის ეს მანქანა თეთრი? და სხვათა შორის არაერთი წელი ვეძებდით ჩვენ თეთრ ნოლერტს. 1977 წელს, მაშინ მე ვიყავი 6 წლისა. მამა ჩემი ბედნიერი მოვიდა სახლში, გახარებული მანქანა ვიყიდე. ეს მანქანა იყო, ხო? იყო ზუსტად ესეთი მანქანა, აი რასაც თქვენ ხედავთ. უბრალოდ შავი სალონი ჰქონდა, როგორც მითხრა. განსხვავება ერთადერთი იყო, რომ შავი სალონი ჰქონდა. თან მაშინ ტყავი სალონი გამოდიოდა მხოლოდ რატომღაც. ტყავი არ იყო, დერმანტინი იყო. ხო, რა ვიცი ტყავი და. ხო. და სხვათა შორის ხარისხიანი დერმანტინი იყო, არ იხეოდა ადვილად. ეხლა რომ პრინციპში აყენია და ხო. და რა ვიცი, მე რაც მახსოვს ბავშვობაში ერთადერთი თუ ძაფი თუ გაწყდებოდა და თუ გაირღვევოდა, თორე ეგრე რომ გაახევით თავისით რომ გაიხეს. ხო, ხმარებაში რომ გაიხეს და რა მე ეგეთი რამე არ მახსოვს პროსტა. იმდენად ხარისხიანი სკელი დერმანტინი იყო სხვათა შორის. მე ვარ ნაძნომი ამაში არა ვარ, ნოლებში ვარ ნაძნომი.
ეგ ნოლექსი უკვე ხო ნოლექსი უკვე მერე ამ მანქანის მერე რესტაილინგის თემა და რა მაგ დროს უკვე დიდი ვიყავი რა შეიძლება ეგეთ 16 წლის რესტაილინგები და რაღაცები აი რესტაილინგს რო ეძახიან დაახლოებით ეგეთი თემა იყო და ეხლა ვიხსენებდით რა რომ მანქანას რო გარეცხავდა ხოლმე რაღაცა თან რეზინის კორიკები ხოლა შიგნით და გაზეთს ფენდა ხოლმე რა ეგ ძველთაობას ეგეთი ციკები ჭირდა თუ მაშინ რო ფეხები გაიწმინდეთ და ისე ჩასხედით მანქანაში და რა მანქანას ინახავ მოკლედ აგერ როგორც გუჯამ თქვა გუშინ აღმოვაჩინეთ ღამევე ეს მანქანა დღესდღეაც უკვე შევიძინეთ და გაუკეთეთ აგერ ჩვენ წინაპარს მამაჩემს ხო საჩუქარი ნუ მამაჩემი უბედნიერესია ეხლაც კი ვერ ახალგაზრდობაში დამაბრუნეთო ხო ისა ერთი განცხადება ეს მანქანა არ გაიყიდება არასოდეს კი იმიტომ რომ საქართველოში თეთრი ფერის მხოლოდ არა მარტო ვერ გადაიტანს ხო ხოდა ნუ საახალწლო საჩუქარი გაუკეთეთ აგერ ხო რას უმაგას მიყვებოდა ისი რა მაგარი ჟიგული ყავდა თეთრიო მაგარიო ჩვენს ოჯახის უფროს ესეთი საჩუქარი გაუკეთეთ შვილმა და შვილიშვილებმა გუშინ გამე რომ ნახე მეთქი რო არ ვიყიდო საგამორისკული უი აი ერთადერთი რაღაცა გამორჩენიათ ამ მანქანის იმას ჩინელებს ხო ჩინელებს რემნები არ აქვს არა არა და რემლის ჩასარჩობები აქვს ხო ასატანია ნუ აი მაგას ვაკვირდები დიაგოსტინის ჯობია და ნაკერები როგორც ქონდა მანქანას ხო იმ მანქანას რა ჩემ ბავშვობაში რაც მახსოვს ზუსტად იგივენაირი ნაკერები აქვს სიდენიებს ხო ეხლა მოდელზე რო ვილაპარაკო ცოტა მე რა ვიდეოს ბევრი ილაპარაკეთ არა იმას ვამბობ რომ დეტალიზაცია გამოარჩევს მოდელს აი ვიღაცები არიან რომ რატო სიტყვაზე 300 ლარი რაღაც ხო პირობითად რა და რატო არ გირს 30 ლარი რა თქვათ იმიტომ რომ დროა დახარჯული ენერგია დეტალიზაცია არის კარგად გაკეთებული ანუ დეტალიზაცია გამოარჩევს მოდელს სათამაშოებისგან ხო რა თქმა უნდა ეს კონკრეტული სათამაშო ნამდვილად არ არის ხო არა თან იმდენად ლამაზი არის რომ აი ხო ბავშვერა ესე იმიტომ ვიყურები რომ მანქანას ვაკვირდები მოთან ახე წინა ჩუშები ეგ და უკანაც ხო ამას კარები არ ეგება ხო არაფერი არ ეგება არაფერი არ ეგება მაგრამ იმდენს ლამაზია რომ უნდა იყოს რა ხო რატომაც არა ეხლა არის სხვა მოდელები აგე მერსედესები BMW-ები და ასე შემდეგ რომლებსაც არაფერი არ ეგება და მაგარი დეტალიზაციით არის იგივე არის ეს ანუ რაღაცის გამო რაღაცის დათმობა შეიძლება ხო აი კონკრეტულად ფერის გამო იგო 1.18-იც კი და იყო წითელი ფერი მაგრამ ფერის გამო ეს მასშტაბია ხო და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ფერს საგდან ძალიან დიდი მოდელის დროს თუ მოთხოვნადი ფერია აი სიტყვაზე შეიძლება ლურჯი პირობით ადგილდეს $15 და თეთრი ღირდეს $100 იმიტომ რომ იშვიათი ხო იშვიათი როა მაგიტომ ხო სხვათა შორის იმდენად წარმატებული გამოდგა ეს 01 ეს პროექტი ხო აი ეს სავალი ნაწილები რო გააუნჯობეს ეს ხო ძრავი სიმძლავრე ქონდა 61 წელიწადს ხო ეგ თავი და მერე გააკეთეს რალის ვერსია სპორტული ვერსია გააკეთეს ხო აბა რომელიც რო ევროპის ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობა ევრო რალიზე იღებდა მონაწილეობა კი ბატონო პირველ გასვლაზე პირველად რო გაუშვეს აიღო ვერცხლის მედალი და მეორე გასვლაზე ოქროც აიღო და ვერცხლიც აიღო წარმოიდგინე რა რომელიც რო ეჯიბრებოდა აგე გრანდებს ო ეხლა მაგაზე იცი რა გამახსენდა ისე BMW Porsche არ ხდება და უცხოთ ლადა ხო ჟიგული ერფა მხოლოდ
საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის. ლადა ანუ მოძვე რესპუბლიკე ხო? ლადა ერქვა და საექსპორტო ვერსიას ერქვა ლადა. თავიდან ვითომი ჟიგული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟიგული ასოცირდება ჟიგოლოსთან. ხო, ჟიგოლო კიდე მეკალთანე ტიპი, რომელიც ქალის ხარჯზე ცხოვრობს და ცოტა ისეთი სახელი გამოდიოდა რა და მაგიტომ შეარჩიეს სახელი ლადა. ხო, სხვათა შორის ეს თამაშებში არ არის ხოლმე. არა, არ შემოგვედია. ხო, და აი ეს პროსტა ახლა უნდა მოვიტანო რა. ისინი აქვს ბრეზგავიკები ქართულად როგორ არის? დაგვიწერით. ხო. და ზედ ლადას ლოგოები აქვს. ქონდა ნამდვილად? ხო, აბა. აი როგორც რო აი ცხვირზე წითელი ლოგო აქვს. ამას მე ახლა ეგ სადგამზე დავაყენებ და მე ახლოდან გადავიღებ ცალკე და უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ ამ ავტორის სილამაზეს. ხო. თქვენ არხი გამოიწერეთ. ვიდეო დალაიქეთ ამში. და კომენტარები დაგვიტოვეთ. კიდე დაგვიწერით რა შეიძლება გადავიდეთ. ეს მანქანა რო არ გადაგვეღო არ შეიძლება. ხო, პროსტა შეიძლება. ცერო ძალიან მაგარი. შენ თუ აკვირდები რომ ამ ბოლო დროს 1.50 მასშტაბი რაღაცნაირად შეიცვალა. ხო, რატომღაც რაღაც ხა ფიზიკურად ეს კონკრეტულად თეთრი მხოლოდ არც 1.53 მინახია. არც 1.18, ხო. ესეც გამიკვირდა უხელო აღმოვაჩინეთ ჩვენ. ხო, რა თან მე წითელი სალონი ხო იცი გაქართულება მაქვს წითელ სალონზე მაგრად მოწევს. და წითელი სალონი თეთრი რო დავინახე მეთქი მინდა. ხო, აბარა. ერთი სული ქონა ორივეს როდის გათენდებოდა რომ გახსნილიყო ის მაღაზია სადაც შევიძინე. ხო, ანუ ყველა არ მოწერეთ რა. არ გავყიდი ამას. რულით რა მაგრად გაკეთებული. ხო, რულის ის ნიკელის ის ქონდა ტინისა. ხო, ჩან. და მე ზემოდან კიდე შავი ეგ სასიგნალო იყო. ეგრეა გაკეთებული. მაგითი ასიგნალებდი. ზუსტად ეგეთი იყო რა. გავიდეთ ბოლოში. გავედით ბოლოში კი. არხი გამოიწერეთ. 10000. აგერ დაგვიგრძეთ და კისრები ორივეს განიცხრები. 10000 გამომწერზე ერთი როა მასშტაბის მოდელის პირველი ვიდეო დაიდება კვირდებით. ეგრევე აი 10000 დაიწერება თუ არა პირველივე ვიდეო მაგავე წამსდება. თან ისეთი მანქანაა რომ აი არ ვიცი ყველას ოცნების მანქანა ჩვენი ბავშვობის. კი. თქვენი ბავშვობის. ჩვენი აი აბა ჩემი ბავშვობისა აგერა დგას. ეგ ერთი რო არის სხვათა შორის ეს, მაგრამ წითელია. ხო, ისი წითელია კი ბატონო. ხო, ანუ როგორი მანქანა არის, იცით რომ ნახავთ. იფიქრებთ რომ აქამდე 10000 რატო არ ავიყვანე. ხო, აი ნომერი ნახე? ხო. აი ეს ნომერი, ამას ხო ქვემოთ აქვს. ხო. აი ეს ზედვე უნდა ქონდეს, შიდოგზე მაგრდებოდა. აი განსხვავება. ხო, მოკლედ დაგემშვიდობებით და არხი გამოიწერეთ რა. და ბევრი მაგარი ვიდეო იქნება. აუცილებლად ბევრი მაგარი ვიდეო იქნება ნამდვილად. აბა, კარგად ბლანდებოდეთ. ნახვით. What?